გვერდზე არის ბელგიური სამზარეულო, ესტონები და ყოფილა შემთხვევა, რომ ცარიელი ყოფილა და ჩვენ ხალხი ყოლია. ჩემთვის ბელგია არის ის, რომ ოცნება აიხდინო, ინტეგრირდე და გააკეთო შენი საქმე. საჭმელებში უფრო პოპულარულია ხინკალი და აჭარული ხაჭაპური. რუსებთან პრობლემა ჰქონდა, ჩვენი რუკა, რომელიც აქ გამოკრული არ არის ასახული, რომ ოკუპირებულია 20%. ჩვენთვის საქართველოს უმთლიანია და ამის გამო გაგვინაწყენდნენ და ცუდი შეფასებას დაგვიწერეს. უკვე ვართ პროექტის დასასრულში, გვეუბნებიან, რომ ჩვენი პროექტი შედგა. პროექტს როცა ჟიურისთან გამქონდა, იქ ვითხრეს ესეთი რაღაცა, რომ ქართული სამზარეულოს ხანა დგება ეხლა და უნდა დაეციოთ ამ ხანასო და ჩვენც მივყვებით. დაპოპულარულია გვეუბნებიან, რომ ეხლა და მე ვარ მათე მაისურაძე, 38 წლის. ბელგიაში ჩამოვედი 2019 წელს. გავიარე ინტეგრაციის კურსი, რაც ყველასთვის სავალდებულოა და ინტეგრაციის კურსიდან დაიწყო ჩემი ესე ვთქვათ ოცნების აღთენა. ჩემი ინტეგრაციის სოციალს ვუთხარი, რომ მინდოდა ესტონის გახსნა და ეს ასოციაცია მომყვება დღემდე და მეხმარება ყველაფერში. ეს არის ასოციაცია VIA, რომელმაც მიშოვა პირველი სამსახური და სასწავლებელი, სადაც გავიარე ზარეულის კურსები. VIA არის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ჩამოსულ ემიგრანტებს ინტეგრაციაში. კურსაც ქვია ზუსტად ეს, რომ ინტეგრაციის კურსი, გასწავლიან ყველა წესს, მოქცევას, თუ როგორ უნდა მოიქცე და რა არის შენი უფლებები, როდესაც ბელგიაში ჩამოდიხარ. ეს ორგანიზაცია დროდადრო გიწყობს შეხვედრებს ადგილობრივ ხალხთან. ეს გეხმარება ინტეგრაციაში, რომ შენ ინტეგრირდე ყველანაირად ბელგიელებთან. ეს შეხვედრები არის როგორც ადგილობრივ სხვადასხვა პროფესიის ხალხთან, ასევე ადგილობრივ პარლამენტში, მუზეუმებში, ყველანაირ ისტორიას გაცნობენ ბელგიისას და ცდილობენ, რომ შენ არ იგრძნო თავი როგორც ჩამოსულმა და შენ იგრძნო თავი როგორც ამ ქვეყნის ნაწილმა. და დამეხმარენ ამ პროექტის დაწერაში, რომელსაც არის ჰუბრუსელი. ჰუბრუსელი არის ქალაქის მთავრობის დაფინანსებით. ეხმარებიან დამწყებ ბიზნესმენებს, ეს არ არის მარტო რესტორანი, არის სხვადასხვა სფეროში. სტარტაპებს ეხმარებიან და ტესტავ შენ თავს, შეგიძლია თუ არა ამ ბიზნესის მართვა და არის თუ არა ეს ბიზნესი მომგებიანი. მოვიგე ეს პროექტი იყო 5 თვიანი. შემდეგ პასუხი მოგდის დაახლოებით 2 კვირაში. 2 კვირის შემდეგ გეუბნებიან შენი სამზარეულო იმუშავებს თუ არა იქ და გაძლევენ ადგილს. აქვთ რამდენიმე რესტორანი ბრიუსელში და თავაზობენ ამათგან ერთ-ერთს. შემდეგ იწყება უკვე მომზადების პერიოდი, დაახლოებით არის 4-5 თვე. ნახულობ ადგილს, განახებენ რაც არის ადგილზე ტექნიკის 90% თითქმის ადგილზე ხდება. აღჭურვილობა, ყველაფერი უბრალოდ შეგიწევს დეკორაციების ასეთი რაღაცეების შეტანა, ბევრის არაფრის. ცდილობენ რომ მინიმალური ხარჯით დაიწყო შენი საქმე. მე საქმე დავიწყე ჩემი ბოლო 1 თვის აღებული ხელფასით. მეტი არაფერი არ მქონდა, ბოლო 1 თვის აღებული ხელფასით დავიწყე ეს საქმე. იხდი მხოლოდ ქირას. ეს ქირა არის ადაპტირებული გადასახადებთან, ყველაფერთან არის ამ ქუჩასთან შედარებით, სადაც ეს რესტორანია, ეს ქირა არის ალბათ მიზერული. დაბალ ქირას იხდი და ეს არის უბრალოდ ვინც აკავს თანამშრომლები, შემდეგ იხდი მათ ფულს. ყავს 7 კოუჩი, ყველა მიმართულებით გვეხმარებიან. ასე რომ ვთქვათ 24/7-ზე არიან ჩვენს გვერდით და ეს არის უანგარო დახმარება. მე არ ვიყავი ვინმე დიდი ადამიანი ან რაღაც ერთი ჩვეულებრივი მიგრანტი, რომელმაც ჩემი ოცნება გავაჟღერე და ჩემი ოცნების აღთენაში მეხმარებიან. დაარელოდებიან იმას, რომ შენ თხოვ დახმარება. თვითონ თავისთან მოდის ინიციატივა, რომ ეხლა ეს ხوار გავაკეთოთ, ეხლა ამ ნაბიჯზე ხوار გადავიდეთ, ეს დავიწყოთ და გეხმარებიან ყველაფრით ამით უკვე ფართის მოძებნი, საბუთების შემოწმებით, არის თუ არა ადაპტირებული რესტორნის გახსნისთვის, ეს ტექნიკა რაც ხდება, არის თუ არა სამუშაოდ გამოყენებული შეესაბამება თუ არა სტანდარტებს. ამაში შენ არ გეხარჯება ძალა და ენერგია, უბრალოდ ეუბნები რომ მე ეს ფართი ვიპოვე და გთხოვთ შემიმოწმოთ. შემდეგ მიდის იქ სპეციალური სამსახურები და ყველაფერს დეტალურად ამოწმები და გაწვდიან ანგარიშს, რომ ეს ფართი, ეს შენობა ვარგისია თუ არა ბიზნესისთვის, აკეთებენ ანალიზს, ეს ქუჩა რამდენად მუშაობს, ვინ ცხოვრობს, როგორი კლიენტურა გეყოლება და ასე შემდეგ ყველაფერს. You want to go speak with the kitchen? Oui, je pense. Okay. I like
What is the name? Khachapuri, Khachapuri. Khachapuri. Khachapuri for me it's the best because it's very très gourmand. Maman. Oui, après ensemble. My name is Flora. I come from Brazil, São Paulo. მე მქვია ფლორა, ჩამოვედი ბრაზილიიდან, სან-პაულოდან. 31 წლის ვარ და თითქმის 4 წელია აქ ვცხოვრობ. 2 წელია ვმუშაობ რესტორან ლტოლვილებში. აქ შევხვდი მათეს. ამ პროექტის იდეა ლტოლვილების გადამზადება. მათი, ვინც ბრიუსელში ჩამოვიდა. Refugees and people that just arrived here in Brussels. After the training's over, we როცა სწავლა სრულდება, ჩვენ ვეკითხებით ადამიანებს, რისი გაკეთება სურთ და ჩვენი ფუნქცია ვუპოვოთ მათ სამსახური. მათესთან შეხვედრამდე არასდროს გამისინჯავს ქართული სამზარეულო. before I met Mate, and I love it. Actually, I love it. I think მართალი გითხრათ შემიყვარდა. ეს არის რაღაც ყველის, ხორცის სამზარეულო. ბრაზილიაში ყველიც გვიყვარს და ხორციც, ასევე ცომეული. თავიდან ქართული კერძები დიდად პოპულარული არ იყო. ვფიქრობ, ბევრმა არც იცოდა ქართული სამზარეულოს შესახებ, მაგრამ შემდეგ ყველას შეუყვარდა. to work in the other restaurant, I don't think there was a lot of people that knew the Georgian kitchen. But in the end, everybody loved it actually, and we can see. ამას ისიც მოწმობს, რომ მათეს თავისი რესტორანი აქვს და ის წარმატებით მუშაობს. მათეზე საუბრისას მიტირება კიდეც, მიყვარს ის და მან ეს იცის. ის ჩემთვის მეგობარზე მეტია. ჩვენ აქ ოჯახების გარეშე ვართ და მათე ჩემი ოჯახია აქ. Kind of created our own, and with Mate, I feel home. I'm gonna cry. But I feel მათესთან ერთად თავს თითქოს სახლში ვგრძნობ. ახლა ვიტირებ კიდეც. მასთან თავს დაცულად გრძნობ. მაქვს შეგრძნება, რომ ძმა მყავს. მყავს ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ვენდობი. თავიდან მე მისი მენტორი ვიყავი, ვასწავლიდ იმას და სინამდვილეში მისგან თვითონ ბევრი ვისწავლე. მათეს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, რაც მას სურს. იყოს ბედნიერი და თავისუფალი, ჰქონდეს თავისი რესტორანი და ყველაფერი, რაც has his უნდა. own restaurant and build everything he wants, whatever he wants with. როდესაც სწავლა დავიწყე, პროცესი სამზარეულოზე არ იყო, რომ მაინც უნდა მესწავლა ბელგიური. პირიქით იმაზე იყვნენ ორიენტირებული, რომ ჩვენი სამზარეულო, ჩვენი კულტურა გაგვეზიარებია. ყოველთვის ვცდილობდა შეფი, რომ ერთი კერძი მაინც ყოფილიყო თლიანად მენიუში ჩასმული ქართული და როდესაც სტუმრები შემოდიოდნენ, მე გავდიოდი სტუმრებთან და უხსნიდი კერძის მნიშვნელობას, როდის მივირთმევდით ამ კერძს, თუ დღესასწაული იყო და რამე სადღესასწაულო კერძს ვაკეთებდით, დღესასწაულზე ამ კერძის მნიშვნელობას, ქართული სუფრის მნიშვნელობას და ასე შემდეგ. და პირიქით, როდესაც მე პროექტი გავიტანე ბრიუსელში და აუხსენი, იქ თან მქონდა ვიდეო აუდიო მასალაც მიტანილი, რომ უფრო ვიზუალურად გაიგოთ რა იყო. და თითქმის ყველა აქტუალებული დარჩა და მითხრეს, რომ ევროპაში ქართული სამზარეულო ფეხს იკიდებს, ბუმია და არ უნდა ჩამორჩეთ ამას და ჩვენც გვინდა რომ ჩვენც მულტიკულტურულ ქვეყანაში, როგორც არის ბელგია, იყოს ქართული სამზარეულოც დაიკავოს თავისი ადგილი. ჩვენ არ ყავს ბევრი ტურისტი, მაგრამ ყავს ადგილობრივი. ჩვენი სამიზნე აუდიტორია გახდა ადგილობრივი, რომელიც მოდის მხოლოდ დაჯავშნით. როგორც ბელგიაში კულტურა რო ჯავშნიან წინასწარ, მოდიან და ყავს ადგილობრივები და ძალიან პოპულარულია ადგილობრივებში ხინკალი. ცოტა უჭირთ ჭამა ვასწავლით ყველას ინსტრუქციას ვაძლევთ, მაგრამ ყველა გებულობს. ეს მოწონება აისახება იმით და გრძნობთ, რომ ჩვენ რო გრძნდება სტუმარი. ერთხელ, მეორედ, მესამედ მოდის და მარტო არ მოდის. თუ პირველად მოვიდა მარტო, შემდეგ მოდის უკვე თანამშრომლებთან, ოჯახის წევრებთან, სტუმრებთან, როცა სტუმრები მოდიან, აცნობენ ჩვენ კულტურას, ასევე არიან ძალიან დაინტერესებული ღვინით. ღვინის კულტურით არიან დაინტერესებული, ძალიან მოწონთ ორენჟ ღვინოები, ანუ ქვევრის ღვინოები, ქვევრის ღვინის ისტორია, ძალიან მოწონთ. ერთი ისტორია იყო, რამდენიმე კვირის წინ წეს მეგობარი თბილისიდან, რომელიც გოგოც აქ მუშაობდა ბრიუსელში. სტაჟირებაზე იყო ევროპარლამენტში, რომ მან ახებს, რომ ერთ-ერთი სტუმარი საქართველოში ჩამოვიდა, მას შემდეგ რაც ჩვენ რესტორანში მიირთვა საჭმელი ფრანგი, შემდეგ დაჯავშნა ვიზიტი საქართველოში და წავიდა. ჩვენი სამზარეულოა, ღია სამზარეულო და ხედავენ პროცესს, რას ვაკეთებთ. მე ვცდილობ, რომ თუ დრო მაქვს, არ დაველოდო მინუტას, როდის მინუტას საჭმელს. ვცდილობ, რომ მე თვითონ გამოვიდე, ურთიერთობა მქონდეს, ვეუბნები, უხსნის სურათებს, სხვადასხვა სურათებს, ეს არის საქართველო, ვანახებ რუკას, ასევე უხსნი, რომ მათთვის ნებისმიერი მხრივ, როცა ტურისტულად თუ უნდა წასვლა, ერთ ქვეყანაში შეუძლია ნახოს სხვადასხვა
ადგილი როგორც თაზღვა დაისვენოს, აქ უფრო გიძლიერდება ის შენი ქვეყნის სიყვარული. სახელით აქედან გამომდინარე დაერქვა მათე ნიშნავს მათესთან. როდესაც ბელგიაში ჩამოვედი, მაგ და ეს ქართველთა შეხვედრა და სულ სად ვიკრიბებით მათესთან. ყველა ვიკრიბებოდი ჩემთან იყო შეკრება და აქედან დარჩა სახელი მათესთან. უყურებ, როდესაც შემოდიან პენსიონერები და აქ შედან და მიირთმევენ საჭმელს, მიხარია ერთი რომ ათხედავ, მაგრამ მეორე მხრივ გული მწყდება, რომ საქართველოს ის პენსიონერი რესტორანში კი საცხობში ვერ მიდის, რომ მან რამე იყიდოს. და მინდა რომ ისეთი სიბერე ქონდეს საქართველოსში მაცხოვრებლებს, როგორც აქ აქვთ. ბელგიაში, როდესაც ჩამოდიხარ და საბუთი გაქვს, შენ არ გაქვს იმის ფიქრი, რომ თუდად გახდე ექიმთან ვერ მიხვალ, საჭმელი არ ქონდეს, ბინის ქირა ვერ გადაიხადო. ჩვენთან მუშაობენ ორი არაჩვეულებრივი სტუდენტი და რამდენიმე დღის წინ მკითხე, რამდენი იყო ქირა გადასახადი და მათი ერთი კვირის აქ ნამუშევარი, როდესაც ერთი თვის ნამუშევარი ბოდიში, როდესაც აქ მუშაობენ 4 საათი დღეში, ამით შეუძლიათ მთელი წლის გადასახადი დაფარონ. როდესაც საქართველოში არ ამგონია, რომ სტუდენტმა თავისი ერთი თვის ნამუშევრით სწავლის გადასახადი დაფარონ. აი ეს მინდა რომ ჩემ ქვეყანაში იყოს. ჩემი ერთი ადამიანის მაგალითია, ისე არის ქვეყნის მაგალითია, არ არის იქ რომ შენი დაკარგო, შენი გააფუჭო. პირიქით, ამაში ყველაფერში გვეხმარებიან. ეს არის ძალიან ცუდი ნარატივი, რომ კარგავ, არავის არაფერს არ გვაკარგიებს. პირიქით, შენარჩუნებაში გვეხმარებიან და ამაში დებენ ძალიან დიდ რესურსს, როგორც ადამიანურს, ასევე ფინანსურს. და მეორე პროექტი, რომელსაც ვწერთ, იქ ვიდა უფრო დიდი სივრცე, სადაც იქნება არა მხოლოდ რესტორანი, იქ ვინდა რომ იყოს სხვადასხვა არტისტები, მომღერლები, მწერლები და ასე შემდეგ ჩამოყვანილი საქართველოსდან და ბელგიელებს, ადგილობრივებს გავაცნოთ ჩვენი კულტურა. ასევე დიდი სურვილი გვაქვს რომ გქონდეს ბევრი წიგნი, ქართული წიგნი, გვინდა რომ გქონდეს კუთხე ქართული წიგნი და ქართული წიგნი ნათარგმნი წიგნებიც გვინდა. და ვცდილობთ ესეც რომ გავაკეთოთ, რომ თლიანად ეს კონცეფცია იყოს საქართველოს პოპულარიზაციის, როგორც საჭმელი, ღვინო, კულტურა, ყველაფერი გავაცნოთ ადგილობრივებს.